საღამომშვიდობლის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი რომ ჩამეწერა ვიდეო ლაივი, მაგრამ გუშინაც არ მქონია, უბრალოდ ძველი ვიდეო ავტვირთე, რომელიც აჭარის განთავისუფლების ისტორიას ეძღვნებოდა და ძალიან საინტერესო იყო ბევრისთვის და სიღრმისეულად იყო განხილული ის მოვლენები, რომელი მოვლენებიც უძღოდა აჭარის განთავისუფლებას და საერთოდ რა იმ პერიოდის ქრონიკებს, როდესაც 1878 წლის 25 აგვისტოს იქნა გათავისუფლებული აჭარა და ეს მოხდა რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, რომელშიც 30000-მდე ქართველი ღებულობდა მონაწილეობას. 30000-მდე ქართველი მონაწილეობდა და მაშინ იქნა განთავისუფლებული აჭარაც, მაშინ იქნა განთავისუფლებული იმერხევიც, შავშეთიც, ართვინიც, არტაღანიც, არდაგანიც. აი, ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ამ ყველაფერმა და ეს ვრცლად ჰქონდა როგორც ტექსტური ისტორია, ასევე ვიდეო ისტორია განხილული და ნორმალურ საზოგადოებაში ნორმალური რეაქცია გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ახლა საერთოდ წარმოდგენა მაქვს მე დაკარგული ქართულ საზოგადოებაზე, მაგრამ ამდენი ბიოლოგიური ნაგავი რო ყავს ერში, ამდენი ბიოლოგიური ნაგავი, აი ამ ბიომასას მინდა მივმართო, იმიტომ რომ წავიდა ესეთი პასუხები, რომ აბა ჩვენი გულისთვის ვითომ ლაპარაკობდეთ, აი რაზე იცი, აი სადღაც ვიღაცა ღობის ჩხირიო, სპისი ჭირიო, აი რაღაც 900 იქეთ მომხდარ მოვლენას და არა იმაზე, რაც ჩვენი ერის ამოსავალი წერტილი იყო ჩვენი ძირძველი კუთხის აჭარის დაბრუნებაზე, რომელიც 300 წელი ეჭირათ ურჯულოებს ხელში და 1000 უბედურებას უკეთებდნენ ქართველებს, კაცო. მარტო სოფელ დანდალოში 4000 ქართველს თავი დააჭრეს და ჭოროხი წითლად მოდიოდა. თურქეთმა გაგვიკეთა ეს, თურქეთმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა. მარტო ამ ერთ მოვლენას რო გადავავლოთ თვალი, ახლა დანარჩენებზე არა მაქვს ლაპარაკი, რა უბედურებებიც ატარეს მათ. არა მარტო აჭარაში, დანარჩენი სხვაგან. ატყდა ესე იგი ესეთი წიოკი ზოგიერთებიდან, რომ აი ეს ბიონაგავი, მინდა ამ ბიონაგავს გამოვეხმაურო, რომელი ბიონაგავიც, აი მაგალითად ეს ვიღაცა სირი არის, მათ შორის აჭარაში არის, მე მგონი ისა თან იურისტი ყოფილა თუ რა ვიცი, რა ჯანდაბას წარმოადგენს. კარგიო რაო რუსეთმაო წართვაო იმასო მიუერთა ორი იმპერიას შორისო ჩვენ რაო. თან თვითონ ცხოვრობს ეს დაყლებული ახლა ემაში, რა ქვია, ბათუმში და აჭარაში ცხოვრობს. ეტყობა იმას ნატოს საზღვრებში უნდა და ამ დიშლას, ჩამოყალიბებულ დიშლას და ამისთვის არაფერს არ ნიშნავდა ეგ ყველაფერი. აი, კიდე მინდა გაჩვენოთ, აი ეს ძალიან ბევრი იყო, უბრალოდ რამოდენიმე გამოვარჩიე რა. აი მაგალითად ეს ვიღაცა საინტერესოა, რომელ ოლქს მიუერთესო, ბათუმის ოლქიო, რომელ თბილისისო, ქუთაისის გუბერნიას თუ რუსეთის გუბერნიას უწიგნური რო ხარ და გაუნათლებელი რო ხარ, ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. ისე კითხვისთვის ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფით და ასათიანი იყო გვარად ბათუმის გამგებელი. როდესაც თურქებისგან გათავისუფლების შემდეგ აჭარაში მმართველობა დაინიშნა. რო იცოდე ისე რა. და იქ იყო კიდე ერთი ვისაც პასუხობს ისიც, რომ თურმე საქართველოს მაშინ დამოუკიდებელი არ იყო და რუსეთმა მიერთა და ანუ ეს ყველაფერი იმდენი ბოროტებაო, არავის არ ჩაუდენიაო ჩვენთვისო, როგორცო რუსეთმა გაუკეთა, ანუ თურქეთს, ირანს, არაბებს, მონღოლებს, შიგნიდან განათლებულებს არავის არ ჩაუდენია იმდენი ბოროტება. აი მინდა რა ამ რაღაცნაირად ამ ბიომასას მინდა მივმართო. რომ ელემენტარული არც ღირს შეიძლება ესეთ ხალხს პასუხი არ უნდა გაცე, მაგრამ კოლექტიურად მინდა გავცე პასუხი იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც გამოდიან და იმ ბედნიერ დღეს, რომელი ბედნიერი დღეც იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებასთან დაკავშირებით იძახიან, ხო, რა მოხდა მერე რუსეთს შეუერთა ჩვენ რა.
პატაშორის ისეთ ცნობისთვის, ბარეული იდიოტისთვის, ცნობისთვის, აი აჭარაში რომ მიდიხართ, ისე ტრაკის გასაბრაწად. ტრაკის გასაბრაწად და იქ გასარუჯად, აი გზად არის 4000-მდე რუსი ჯარისკაცი არის დაღუპული, ვინც აჭარის განთავისუფლებაში ღებულობდა მონაწილეობას. მარტო იმ მიმართულებაზე, მაშინ მაგ მხრიდან ვერ მოხერხდა აჭარის განთავისუფლება და ერთი დიდი საძმო სასაფლაო არის გაკეთებული და მარტო იმ ერთ ადგილას არის ყველა რუსი არ იქნებოდა, რუსეთის იმპერიის ჯარისკაცები იქნებოდა, 4000 კაცი იმ ერთ ადგილზე არის მარტო დამარხული და ახლა წესი მაშინ საერთოდ ასეთი იყო, ასეთი წესი იყო, რომ 7 ათეულში 7 რუსეთის იმპერიის ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო და 3 ადგილობრივი მოხალისე. ანუ ქართველებს და სომხებს ეხებოდა, რომელთა ტერიტორიების განთავისუფლებაც ხდებოდა. 40 გენერალი იბრძოდა. 40 ქართველი გენერალი იბრძოდა აი ამ ბრძოლაში, როგორც გენერალი. 30000-მდე ქართველი მეომარი უშუალოდ იბრძოდა, იმიტომ რომ რადგანაც დაიწყო როგორც იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ურჯულოებისგან განთავისუფლება, ქართველები ეწელებოდნენ მოხალისეებად ჯარში ბევრად მეტი. და აი ამ ბიონაგავ ადამიანს მათი ის არის მემორიალი არის, რომელიც მიგდებულია რა, არავის არ აინტერესებს ეს ყველაფერი, საერთოდ ვინ რას ჩივის, ასე გადასცა. აი ამ ხალხს ახლა რა უნდა ელაპარაკო? როდესაც ომის დაწყების წინ იმ პერიოდის თუ ვინმე იყვნენ ქართველები, რომელი ქართველებიც კაცო აპინი უმუშაობდათ, აზრი ჰქონდათ, გონება ჰქონდათ, ხედავდნენ რა ხდებოდა. ილია ჭავჭავაძე მაგალითად რო კითხვა მათ ენაზე რო აქვთ ილია ჭავჭავაძე წამოგებული. ილია ჭავჭავაძემ პირდაპირ მიმართა ქართველ ერს, რომ აქტიურად ჩართულიყო ქართველიერი აჭარის დედასამშობლოსთვის დაბრუნების ბრძოლაში და მიეღოთ მონაწილეობა ქართველებს, არ ჭირდებოდათ დაძახება, ძალიან ბევრი მიდიოდა და ხალისით და ბედნიერებით მიდიოდნენ ამ ყველაფერში. მაგრამ მაინც და თუ ვინმე იყო მაშინდელი თავები, კაცო, თუ და თან სამხედრო პირებიც ვინც იყვნენ, კაცო, ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო თუ გრიგორ ორბელიანი და ესენი ვინც იყვნენ რა, ეს თავები ვინც იყვნენ, ხო? ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის მხარეს, თურქეთის წინააღმდეგ და მათი ბრძოლის შედეგი იყო და ამ გენერლების შედეგი იყო, რომლებმაც საერთოდ უცხო ტერიტორიებზე არც იცოდნენ რუსებმა ადგილობრივ სივრცეზე ბრძოლა, რომ აუხსნეს, ასწავლეს, იბრძოლეს, სრული გული ჩადეს და არა მარტო განთავისუფლების პროცესში, როდესაც განთავისუფლდა უკვე და დაუბრუნდა დედასამშობლოს აჭარა, როდესაც დაუბრუნდა, ხო? აი, მაგის შემდეგ, იმიტომ ამ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე ხალხი გაუცხოებული იყო ერთმანეთთან, იყვნენ გადასული ოსმალურ მმართველობაზე, გამაჰმადიანებული იყო ბევრი, საერთოდ ჩაკეტილი იყო საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან, რაოდენობრივად გეტყვით, სამუსლიმანო საქართველოში ბევრად მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე თბილისის და ქუთაისის გუბერნიაში, მაგრამ ისინი აბსოლუტურად ყველა გამაჰმადიანებულები იყვნენ და ოსმალეთის იმპერიის სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. აბსოლუტური უმრავლესობა. არც იცოდნენ, თუ არ ავიღებთ ახლა ამათ რა ქვია აჭარელ ბეგებს და შერიფ ხიმშიაშვილებს და ამათ ვინც იყვნენ მართლა იქეთკენ ტაუკლარჯეთის ქართველობა, როგორც ხედავთ ეს ჯაყელების და ამათი შტო თავიდან ბოლომდე ოსმალეთის პირველი ისინი იყვნენ, რა ქვია. პატრიოტები იყვნენ, ძმათა მკვლელ ომში ქართველების წინააღმდეგ ქართველი იბრძოდა და უნდათ იმ წესზე იყვნენ გაზრდილები. მაგრამ როდესაც შემოუერთდა ეს ტერიტორიები და ნაომარი ტერიტორიები იყო და ეს მთელ საქართველოში ილია ჭავჭავაძე მიმართა მთელ ერს და მთელ ქვეყანას, რომ დავეხმაროთ, საჭმელი იქნება, ტანსაცმელი იქნება, გვაჩვენოთ ქართველებმაც მოვა, ერთმანეთის გვერდით დგომა, ერთმანეთის სიყვარული, რომ აღვადგინოთ ქართველებმა ერთმანეთს შორის ის ხიდი, რომელი ხიდით 300 წლის წინ ჩაგვინგრიეს ოსმალებმა. ეხლა გამოდის ვიღაცა ჩამოყალიბებული ჩოილარი
ჩამოყილებული ჩოლარი, აი სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვნახულობ მე ამ ხალხისთვის. არა თუ ვინმეს პატივი მიაგოს. არა თუ ვინმეზე მადლიერება გამოავლინოს. არა თუ ვინმეზე რაიმე თქვას, რა თქმა უნდა, მართლა რაზე დააბრუნა. მე მართლა მაინტერესებს. მართლა რაზე დააბრუნა. რა აზრი ქონდა ამ უმადური ხალხისთვის? მანის ტაოკლარჯეთი, რომელიც დაბრუნდა. ქართველების გაყიდული იყო ისიც 21 წელს. ჟორდანიას მთავრობამ გაყიდა. რა არ იცოდით? თუ არ იცოდით, აცი იცოდით. გამოვაქვეყნეთ მე კიდე ერთ ვრცელ ვიდეოს, რომელშიც არის მაზნიაშვილის მიერ აჭარის განთავისუფლების ბრძოლა, სადაც შეტანილი არის ეს მომენტი, როდესაც ლორდ კიფანიძე მთავრობის მინისტრის მოადგილე ჟორდანიას პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ თურქეთთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული, რომ ბოლშევიკების თავდასხმის შემთხვევაში თურქებს უნდა ებრძოლათ თურმე ქართველების მხარდამხარ. და მოგვატყუესო თურქებმაო და ტაოკლარჯეთი მიიტაცეს და ახლა ბათუმსაც იტაცებენო. ქართველის გაყიდულია ის. ქართველთ მოძულე აი ეგრეთ წოდებული თურქი მესხი. სერვერბეგ ჯაყელი. გავეშებული ებრძოდა ტაოკლარჯეთის დაპყრობას და ახალციხის და ახალქალაქის დაპყრობას. აი ესეთი ბოზიშვილი ქართველები იყვნენ ისინი. სხვანაირები კი არა. აი ესეთი ბოზიშვილი ქართველები. ბიჭო, აი ღმერთი თქვენ არ გწამთ, გასაგებია. წარსულის პატივისცემა თქვენ არ აგაქვთ, გასაგებია. ქვეყნისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, გასაგებია. თქვენთვის ახას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებით რა. რუსეთის შემადგენლობაში იქნებით, თურქების შემადგენლობაში იქნებით. თქვენ უბრალოდ გასვან, გაჭამონ, აი ესეთ ბიონაგავ ხალხს, რომელსაც აი ესეთი კომენტარები გჩვევიათ, გასვათ, გაჭამოთ, თავზე ხელი გადაგისვან, ან პირიქით თუ გინდა დაგასაქმონ თავზე. უბრალოდ საჭმელსასმელი არ მოგაკლონ რა და წანწალის და იმის რა ქვია, გადაგვარების საშუალება. დანარჩენ სულ ფეხებზე კიდე. აი, ამდენი ბიონაგავი გვყავს ერში. აი ამდენი ბიონაგავი და ეს ბიონაგავი ხალხი ძირითადად არიან სულ ყველა ეს უკნიდან დაკოკილები. ეს უკნიდან განათლებული მედასავლეთეები. და მე მინდა ამ ხალხს ვკითხო, კაი, ვთქვათ და დაუშვათ და კარგი, რუსეთმა დაიპყრო მისი იმპერიისთვის შემოაერთა და დაგიტოვათ თქვენ. რომ მთელი საქართველოს არსებობის ისტორიაში უამრავი იმპერია ვემეზობლებოდა, ზოგი გვიპყრობდა, ზოგი ამაშვებოდა, ზოგი გვარბევდა, ზოგთან ზავი ჰქონდა. გამახსენეთ თქვენ მე ერთი მომენტი, როდესაც რომელიმე იმპერიამ საქართველოს ტერიტორია გაანთავისუფლა მეორე დამპყრობელიდან, რომელიც მერე ქართველებს დარჩა და საქართველოს დარჩა. მაჩვენეთ მე ესეთი ისტორიული ესეთი ფაქტი. ირანმა როდესმე გაანთავისუფლა, ესა რა ქვია, საქართველოს რომელიმე კუთხე და დაუბრუნა საქართველოს და მერე საქართველოს დარჩა. ოსმალეთმა გაანთავისუფლა რომელიმე დამპყრობლიდან რომელიმე ტერიტორია და მერე ის საქართველოს დარჩა. ელემენტარულ კითხვას ვსვამ, გაიგე, აი ელემენტარული კითხვა მიჩნდება, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე მონღოლებმა გაანთავისუფლეს, არაბებმა გაანთავისუფლეს რომელიმე ტერიტორია და ის საქართველოს დარჩა. მეორე დამპყრობლიდან, სხვა დამპყრობლიდან. და ის მიცეს ქართველებს. როდესმე ყოფილა იმ მსგავსი პრეცედენტი ყოფილა? მე არ მახსენდება ახლა მეტნაკლებად ჩემი ქვეყნის ისტორია ვიცი და მსგავსი რამეები არ ყოფილა ისტორიაში. არ ყოფილა. ნუ თუ ყოფილა გამახსენეთ ვინმე. გამახსენეთ ვინმე. არ ყოფილა ასეთი ისტორიული ფაქტი არასდროს, რომ რომელიმე სხვა გარდა ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის იმპერია, როდესაც შემოვიდა საქართველოში, მთელი საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 700,000-დან დაახლოებით იყო 450,000 ქართველი, დანარჩენი იყო სხვა ტომის, სხვა ერის შვილი, საქართველოში მცხოვრები. ტერიტორიები აფხაზეთიდან დაწყებული, გაგრძელებული ფოთი, ბათუმი, ახალციხი, ახალქალაქი, ზაქათალა, ეს სულ დაპყრობილი, ყველა დაპყრობილი. გაწმინდა ეს ტერიტორიები დამპყრობელიდან შეუერთა საქართველოში, საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით, მიუერთა საქართველოს, გამრავლდა ქართველიერი და ეს ტერიტორიები დარჩა, როდესაც
რუსეთის იმპერია დაიშალა. ხო, ასე არისო? ასე არისო 1921 წელს. 18 წელს უკაცრავად. მე როგორ მოუარეთ ამ დატოვებულ და ამ განთავისუფლებულ ტერიტორიებს, ეს უკვე მეორე საკითხია. ეს სულ სხვა საკითხი არის და სულ სხვა რამეშია. გინდა 1918 წელს როგორ გამოვავლინეთ სამშობლოს მიმართ პატრიოტიზმი? გინდა 91 წელს როგორ გამოვავლინეთ სამშობლოს და ქართველებმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთი ქრისტიანი, ერთი მართლმადიდებელი, ერთი წესიერი კაცი ყავდა პრეზიდენტი, იგი ჩვენი ხელით მოვკალით, დავრიეთ ქვეყანა, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთში ჩვენი ხელით გავაჩაღეთ და ასე ანდა დღეს როგორ ვექცევით ერთმანეთს. დღეს როგორ ვექცევით ერთმანეთს. ვინმე სვამს ამის კითხვას და რატო უნდა ყოფილიყო, ან რატო უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის თავრობა, სხვა ქვეყნის იმპერია საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს მოსახლეობაზე მეტი პატრიოტი. მე ერთი კითხვა მაქვს ასეთი. თქვენ ხართ არა, თქვენ კი ხართ პრინციპში, ხო, თქვენ ამერიკის და იმის რა ქვია, ხო, ესეთი დედამოწყლული ხალხი ხართ, კი? ესეთი ჯიშმოწყლულები ხართ თქვენ, რომ პრინციპში, მაშინ თქვენაირი გამყიდველი უბრალოდ მოღალატეები ხართ. თქვენ ამნაირები ხართ, რომ ამერიკაზე ამერიკელზე მეტად დაარდობთ, ევროპაზე ევროპელზე მეტად დაარდობთ, თურქეთზე თურქზე მეტად დაარდობთ. ესა თქვენი სამშობლო კიდიათ ფეხებზე, მაგრამ არა, სხვა ხალხი. არა, სხვა ხალხი ასეთი, რომ საქართველოს გულისთვის მისი სამშობლო ეკიდოს ფეხებზე. არ არსებულა დედამიწის ზურგზე ესეთი ერი, როგორც საქართველოში არის. ეს ჩათესლილი ბიონაგავი ჩვენ ერში. ერთი ელემენტარული ევროპელებმა გადმოგიგდეს ვიზა ლიბერალიზაცია. ჩამოეთრევი აქ ევროპაში 3 თვის მანძილზე, რა ვიცი, ახ ქართველ თუ საგულაო ფული აქვს. იწანწალებ და წახვალ უკან და მომდენო 3 თვე უნდა იცოდე, რომ მე კიდე ჩამოხვიდე. მუშაობის უფლება, არსებობის უფლება, რამე მსგავსი რაღაცები არავის არ აინტერესებს. ამერიკაში, რომლის გულისთვისაც თავს ვიკლათ, რომელსაც ბოდიში და ტრაქში უძრება სადა ქვეყანა. ვიზას არავინ არ გაღირსებს, სული ამოგძრება ამერიკის საელჩოსთან და შესვლაზე 500 ლარს გადაგახტევიებენ კიდე. და ტრაქში პანჩურის ამორტყმაში და გამოგაგდებენ აქეთ და ვიზას არ მოგცემენ და თუ ვინმემ გადაკვეთა ესე რა ქვია, შავად ამერიკის საზღვარი, აგერ უშვებენ ახლა კისრის ტეხით უკან. და ჩვენ ამერიკელების გულისთვის შევაკვდით, შევაკალით, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბიჭები დაწყდნენ, დაინვალიდნენ, 1000 უბედურებაში მივიღეთ მონაწილეობა და იმათ ელემენტარული ვირ შავმუშათაც არ უნდათ ქართველი მის ქვეყანაში. 3 მილიონი ერი. შეანთ რო გადაასახლო ახლა ხალხი ამერიკაში, მაინც ვერ არაფერი არ შეეტყობა ამერიკას. სიტყვაზე ვამბობ. ღმერთმა დაიფაროს. თლათ რო ჩამოსახლდეს 3 მილიონი ქართველი, 12 მილიონზე მეტი უკრაინელი მიიღო მარტო ამ ომის დროს ევროპა, მაგრამ ევროპას არაფერი არ შეეტყობია. ეს 12 მილიონი მუქთახორა, რომელიც არაფერს არ აკეთებს, სვამს, ჭამს და ამათ ხარჯზე ცხოვრობს. არაფერი არ შეეტყობია. ერთი ღრიკიანი ვიზა ლიბერალიზაცია მოგცეს იმისთვის, იგიც რომ შავი მუშად, რაღაცა და ამის სანაცვლოდ თურქების ჩამოსახლებაზე ვალდებულება აგვაღებიეს. ამის გამო პიდარასტების კანონები მიგვაღებიეს, ბავშვთა გარყვნის, გადაგვარების, რა ვიცი, ხალი არაო, კაცი არაო, გაპიდარასტით, გაჩათლახდითო, ასექენით, ისექენითო და ბოლოს ამ ყველაფრის ბოლოს საერთოდ ჩვენ გარეშეო, ჩვენი გულისთვის დაწყდით და ამოწყდითო. ეომეთო რუსეთს. აგერ ახლა დღეს აგერ სირიკო ბალანჩივაძეს არმანის ნიფხავში გამოწყობილი ისა ზეჭაბუკი კიდე მერად რო უნდა იქნას კურთხეული, გამოვიდა და ამბობს, რომ პრემიერის კაბინეტშიო მუქარა შანტაჟი შეურაცხყოფა მიდიოდაო და ქვეყანაში მეორე ფრონტისო გაჩაღებასო გთხოვდნენ, ხო? აი შეხედეთ ახლა მას მე ხო არ ვამბობ და ახლა პრემიერის კაბინეტში მე ვერ შევიდოდი. ვერც თქვენ შეხვიდოდით. პრემიერის კაბინეტში შევიდოდა უცხო ქვეყნის ელჩი და უცხო ქვეყნის ელჩებთან ერთად
აი იმ დასავლეთიდან წამოყვანილი ვინმე აი ბობოლა, რომელი ბობოლასაც საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდი გავლენა შეუძლია. ხო ის შევიდოდა, მე ხო ვერ შევიდოდი, თქვენ ხო ვერ შეხვიდოდით. დედის პროჭს ამხობდნენ თავზე, ღარიბაშვილს და კოცებს. თქვენო ჩმორები ხართო, თქვენო სირები ხართო, თქვენო ჩამოყალიბებული პიტალოები ხართო, ვაფშე რას წარმოადგენთო, რას ქვია ომს არ იწყებთო. კოცებმა ომი ვერ დაიწყეს. იმიტომ რომ კოცის ფენომენი, ნაცის ფენომენი არა. ნაციც მოღალატეა მისი ქვეყნის და კოციც მოღალატეა, მაგრამ ნაცი განსხვავებული მოღალატეა. ნაც შეუძლია. ამათ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ თავისი თავი პირველ რიგში და რა თმინდა ახლა ეგიო ყველაფერიო ახლა მე თუ რამე მომივიდა, იმიტომ რომ კოცს აფურთხე, აგინე, თავზე დაასხი, ყველაფერი უქენი, მაგრამ არ მოკლა რა და ასვი აჭამე და შეარგე და მაინც სტრატეგიულ პარტნიორს დაგიძახებს და მაინც ჩემ ძმას დაგიძახებს და მაინც შენი ფასი არავინ არ ამყავს და მაინც კონსტიტუციაში ჩაწერს ოღონ იყოს. არ ვიცი ხალბატონო, თქვენ კითხეთ თუ რამე კითხვა გაგაჩნიათ ადამიანთან პირისპირ, მე ნუ მეკითხებით. მას შეეკითხეთ. არ ვიცი შემოძმაო, მე ახლა სხვა თემაზე ვლაპარაკობ, არ მაინტერესებს არც ისრაელი და არც ერთი ქვეყანა რა. ესე იგი, მეო ამისო მტკიცებულებებიც გამაჩნია. მერე შეშობელზაღლო მტკიცებულებები რო გაგაჩნიათ და ყველაფერი რო გაგაჩნიათ, რატო არ აგებიებთ ამ ხალხს, რატო არ გამოგაქვთ აუდიო, რატო არ გამოგაქვთ ვიდეო, რატო არ გამოგაქვთ სტენოგრამებს, რატო არ დეებთ, რომ საქართველოს განადგურება და გადაშენება და გადაგვარება და გადაჯიშება უნდათ. აი ამას ვეკითხები ამ ჩამოყალიბებულ სირს. დემნაგვასალიას ძმაკაც, გათხოვილი კაცის ძმაკაც, საპატიო ძმაკაც. ამას არმანის ნიფხვიანს. რატო? და აი ამ ხალხს ვეკითხები ახლა. აი იმ იმპერიამ ისთვის გაანთავისუფლა ეს ტერიტორიები და ამდენი ჯარისკაცი შეწირა და ამდენი დაიღუპა და ის ინტერესებს შეწირა და თვითონ ქონდა. ხო ახლა გაგვიმართლა და თავში დაგვეცა ეგ ყველაფერი. ბიჭო, ამათმა მაგის რო არ გააკეთეს. ამათმა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა საქართველოსთვის. და ჩვენ ყველა უნდა შევწირულიყავით ამერიკისთვის. ამას რა სახელი ქვია ერთი? რაც შეეწირა და რაც უბედურება მოხდა და რაც ტრაგედია გადაიტანა ქართველმა ერმა ამ ნატო და კვატოს ძახილით, ეს გასაგები არაფერი, იმიტომ რომ თქვენ დედამოწყვილ ოჯახებს ეგ არ შეხებია. იმნაირი თქვენაირი ოჯახმოწყვილი ხალხი მეორე არაა დედამიწის ზურგზე. თქვენ ის კატეგორია ხართ 90-იან წლებში დაჯდებოდით კუხნებში და დაიწყებდით იმის ლაპარაკს, რომ აფხაზები უნდა გავანადგუროთ, ერთ სტადიონი ხალხია და ფეხზე ჰქონდათ გადადებული და მე რო შეგეკითხებოდნენ, კი მაგრამ შენი ქმარისა და შენი შვილისა და შენი ძმასა და რატო არ ომობს? ვინმე ჩემი ქმარი ქათამს ვერ დაკლავს ისე, ვაიმე სისხლი არ შეუძლია ისე ხელით გაკეთებული რო გინდოდათ ყველაფერი. ახლაც რო ისე ხართ დედამოწყვილები. ფული, ბაბაია, ფული. გეუბნებით. საქართველო არის დაღუპული. თუ კი საქართველოში არ იქნება ამოძირკვული. და გეუბნებით ამას ახლა მე ამას არ ვამბობ ჰაერზე. მეხუთე კოლონა უნდა განადგურდეს. ფიზიკურად უნდა განადგურდეს ქვეყანაში. როგორც მოღალატეები უნდა განადგურდნენ, ან ქვეყნიდან მაგათ გაძევებასაც არ აქვს რო იცოდეთ საშველი. ნამდვილად გეუბნებით რა. არ აქვს საშველი, იმიტომ რომ ეს ქვეწარმავლები წავლიან უცხოეთში თავისი კონტაქტებით, თავისი მოღალატეობრივი საქმიანობით ჩვეულებრივად გააგრძელებენ ყველაფერს. არ ვიცი, ხალბატონო, მონა თუ არის ადამიანი ბუნებით, იგი ყველგან მონაა. მის ქვეყანაშიც მონაა, სხვა ქვეყანაშიც მონაა და ყოველთვის მონა იქნება ახლა. ვის რა უგრძნია და ვის არ უგრძნია, ეს მე არ ვიცი, მე ვიცი ერთი რაღაც. კი ბატონო, ვიყავით სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, რომელშიც ჩვენ ვითხოვეთ შესვლა და არავის აქეთ ხვეწნა არ დაუწყია ძირითადმა მასამ და ნაწილმა, რომელმა ქვეყანამაც თავისი ინტერესების გატარების გამო გადაარჩინა ფიზიკურად ქართველიერი, გადარჩა მართლმადიდებლობა, საქართველოს ტერიტორია გაიწმინდა ისტორიული მტრებიდან, გენეტიკური დამპრობლებიდან და გადამგვარებლებიდან და ასე შემდეგ და დაგვრჩა ის საქართველო, როგორიც დაგვრჩა და როგორ უვლით აგერაა სახეზე. აი როგორ უვლით,
აი სახეზი. იმისთვის, რომ ჟვანიას და აი ამ ნაგავს, ამ ბიონაგავს, ამ უკნიდან განათლებულებს ეთქვათ ევროსაბჭოში, რომ მე ვარ ქართველი და მასაშალდამე ვარ ევროპელი. არც ქართველი რო არ იყო გენეტიკით. ევროპელობაზე ზედმეტი იყო კიდე ლაპარაკი. აი ამის გულისთვის აიღეს ვალდებულება 400,000 თურქის საქართველოში დაბრუნებისთვის, რომელი დიდი ეროვნული საქმეც იოსებ სტალინმა და ლავრენტი ბერიამ გაუკეთა საქართველოს. ხო და მაგას გეუბნები, არ არსებობს, ვერ მოაქცევ შენ ამხელა ბიომასას, აი ეს ბიომასა უკვე ჩამოყალიბებულია, ხელით, ფეხით, შემდგარი ადამიანები არიან, უკავიათ ხელში უცხო ქვეყნის დროშები, ღერიან უცხო ქვეყნის ჰიმნებს, ტაშს უკრავენ ყველანაირ უცხო ქვეყნის ინიციატივას საქართველოს წინააღმდეგ. და ეს ბიონაგავი ხალხი ძალიან ბევრია საქართველოში. ახლა მერტმა დაიფიროს, რომ აბსოლუტური უმრავლესობაა რო ვთქვა, მაგრამ ძალიან ბევრი. და ვეკითხები ბიჭო ამ ბიონაგავს. აი ბატონო, ცუდია რუსი, დამყრობელია, სისხლი ამოგხადა, ისე ამოგხადა, რომ ძალით, ესე იგი, გაგვამრავლა 400,000-დან 5 მილიონამდე. გამრავლდითო ქართველებიო და ძალით გაგვინთავისუფლა აჭარა, ძალით გაგვინთავისუფლა ფოთიც, ესეც აფხაზეთიც, ახალციხი, ახალქალაქიც, თუ არა ეგენი ყველა ნატოში იქნებოდნენ ახლა. ესენი სულ ყველა ნატოში იქნებოდა, შესული ისე როგორც აუკლარჯეთია შესული ნატოში ახლა. ხო, კაი ეს ძალით გაგვიკეთა. მაგრამ რო არ ყოფილიყო, ესეთი პოლიტიკა რო არ ყოფილიყო, მე მაინტერესებს ამ ბიონაგავს დღეს რო ყვირიან, თქვენ ყვერებში იფართხალებდით? ლაპარაკის იმის შესახებ მოახერხებდით, რომ ეს ასე იყო, ის ასე იყო. არავის მხარეს არა ვარ, მე ვარ ჩემი ქვეყნის მხარეს. ჩემი ერის მხარესა ვარ. არ მაინტერესებს, რომელიც გამრავლდა, თუმცა ძალიან ბევრი არ იყო გაზამრავლებელი და გადასარჩენი. მე რასაც ხედავ, ეს ხალხი ყველა იყო გასაწყვეტი. უნდა გაწყვეტილიყო. ნამდვილად არ იყო ეს ძალიან ვინც საკუთარი ქვეყნის ისტორია დაივიწყა, ვინც ქრისტიანობა დაივიწყა, ვინც გამოდის ახლა და წივის და კივის და ვისაც ქართველობა არ უნდა და ვისაც თურმე ევროპელობა უნდა, რომ თურმე ქართველი არაა და ევროპელია და ვისაც თურმე თურქების წენა არ ახსოვს და თურქები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ესენი არც ერთი არ იყო, ესენი გადასარჩენი. ესენი გასაწყვეტი იყო სულ ყველა. ესეთი ბოზიშვილი წინაპრები ეყოლებოდა აბსოლუტურ უმრავლესობას. მაშინაც ბევრი იმიტომ გადარჩებოდა, რომ ყველა ომს დაემალა. ძალიან ბევრი იმიტომ არის, სიმართლე. ძალიან ბევრი შტო იმიტომ არის გამრავლებული, რომ ყველა ომს დაემალა, ჩმორი გახდა, ლაჩარი გახდა და გამრავლა თავისი უჯიშოს თავმომავლობა. და ის გმირები კი ჩაიწვნენ მიწაში. მაგერა ფაქტია სახეს. ყველას წინაპარი არ ყოფილა გმირი. მე ვეკითხები ახლა ამ ხალხს, ვეკითხები უბრალოდ კითხვაზე გამცეს პასუხი. შემოვიდეს თურქეთის იმპერია, დაამარცხოს რუსეთი აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მერე გადმოგცეს ეს ტერიტორიები ჩვენ, გავიდეს, წავიდეს და აბა თქვენიცით ქართველებო შეუბერეთ ახლა. არ ვარ წინააღმდეგი. მოვითხოვ ამერიკელებიდან შემოვიდეს ამერიკული ჯარი იომოს აფხაზეთში სამაჩაბლოში გაანთავისუფლოს და შეუერთოს საქართველოს. არ ვარ წინააღმდეგი, აი ვამბობ იგივეს. შემოვიდეს ირანი, გაყაროს რუსეთი, გაყაროს ოკუპირებული, ანექსირებული თურქეთის ტერიტორიები. დაუბრუნოს საქართველოს. მე ახლა ამ დღეებში ბლოგს გავაკეთებ და ძალიან საინტერესო ბლოგს გავაკეთებ ერთს, რომელიც ეხება აი ძალიან გააქტიურებული არის ბიომასა საქართველოში, რომ რაბნაირად დააკნინონ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და დიდგორის ბრძოლა. და მე მინდა გითხრათ ერთი საინტერესო ფაქტი, რომ დიახ
ქართველების, თუ იმას თქვენ ქართველებს ეძახით, მოღვაწეობით, ქართველების ლომის წვლილია შეტანილი, უფრო დეტალურად ნახავთ მომავალში, როგორ და რანაირად. ოფიციალური სამეცნიერო ნაშრომები არის დაწერილი. ოფიციალური სამეცნიერო ნაშრომები არის დაწერილი. სადაც წერია შემდეგი რამეები. რომ ყივჩაღებმა, რომლებიც თურქული ტომები იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ მუსლიმანები, თურქული ტომი იყო. ყივჩაღები, რომლებიც დავითმა ჩამოესახლა. გადამწყვეტი როლი ითამაშეს დიდგორის ბრძოლის გამარჯვებაში და დიდგორის ველზე 200,000 და 300,000 და 100,000 და 600,000 და 400,000 მოწინააღმდეგე კი არა. თურქები იყვნენ უმცირესობაში და ქართველები იყვნენ უმრავლესობაში. ეს ოფიციალური ნაშრომები შეტანილი არის თურქულ ენციკლოპედიაში და თურქები ქართველების ხელით ოფიციალურად ამით ხელმძღვანელობენ. აი ძალიან მალე მექნება ეს ბლოგი ახლა სწავლობ ამ საკითხს. გაოგნდებით. ამდენი მოღალატე არც ერთ-ერთში არა. აი არც ერთ-ერთში არა. არ გაგიკვირდით, ეს კიდე არაფერია. ეს ზღვაში წვეთი არასაც თქვენ ღიად ხედავთ. თქვენ რო იცოდეთ ამათ, რამდენჯერ აქვს საკუთარი ქვეყანა გაყიდული. რამდენჯერ აქვს ერი და რწმენა და ყველაფერი გადაგვარებული და მინდა გითხრათ. საქართველოს ბედი დიდი ხანია გადაწყვეტილია, 200 წელიწადია და ევროპიდან არის გადაწყვეტილი საქართველოს ბედი. რომ როგორი უნდა იყოს დასავლეთის ხედვა საქართველოს მიმართებაში. ეს არის დიდი ბრიტანეთის კონცეფცია, რომლითაც პირდაპირ ჩავით თეთრზე წერია. საქართველოს უნდა იქნას გამოყოფილი რუსეთიდან, მუდმივად უნდა იყოს საქართველოს და რუსეთი ერთმანეთთან ომში და მტრობაში და საქართველოს უნდა იყოს თურქეთის პროტექტორატის ქვეშ. და თურქეთი ეს არის თავიანთი ყველაზე დიდი შნირი აი ამ მიმართულებაზე. აღმოსავლეთის ბრიტანელებსაც ეძახიან დიპლომატიაში. ამიტომ ყველა ეგრეთ წოდებული სხვა ხედვა ევროპას ჩვენ მიმართებაში არ ქონია და არა აქვს და არც ექნება მომავალში. ეს არის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება და მინდა გითხრათ, რომ ყველა პროთურქი ან ვინც იძახის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ესა აბსოლუტურად ყველა მოღალატეა, აბსოლუტურად სულ ყველა ეს ეგრეთ წოდებული ევროპა რო უნდა. მე იმაზე არა მაქვს ბიომასაზე, რომ ევროპა მინდა, ევროპაში მინდა, ასე რომ იძახის და არა, ვინც ამას ურირებს და ამაზე ფულს იღებენ, კი ბატონო, ფული იხარჯება, იმიტომ რომ აგენტურის შენახვას ჭირდება ფული. რუსებმა რო გადაუხადონ იგივე ფული, იგივე სიტყვიან რუსებს. ესენი აბსოლუტურად ყველა არიან მოღალატეები. არ შეიძლება ქვეყანა ვერ იარსებებს, ერი ვერ იარსებებს, თუ ამდენი ქვეწარმავალი მოღალატე, ესა მასიურად. ეს არ არის 1, ეს არ არის 2, ეს არ არის 10, ეს არ არის 100. ეს არის დაახლოებით 40-50,000 ქართველი შეძლებული ფენა, რომელიც საქართველოში შექმნა დასავლეთმა, რომელიც პირდაპირ მაგათ გრანტებზე ზის, რომლების დავალებაც არის ერთადერთი რამ. საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის ხარჯზე თავად იყვნენ კარგად. და ეს ბიონაგავი ელემენტები, ვისაც თქვენ ხედავთ, ეს არის მათი მუშაობის შედეგი. აი ამ ქარხანა, რომელიც მოღალატეებს აწარმოებს საქართველოში, შექმნა აი ასეთი პროდუქტი. და ამას მე გაგაცნობ, თქვენ ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რანაირად გააკეთა და გაჩვენებთ ამ ყველაფერს. უბრალოდ მუშაობა ჭირდება, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა წიგნებში არის რაღაცეები საძიებელი და მოგაწვდით მე თქვენ ამ ინფორმაციას და დააგვირდით. და მე მინდა გითხრათ, ახლა მე ვეუბნები ამას ქართველებს, რომლებსაც ართლა უნდათ რა, რომ მისი ქვეყანა უკეთესი იყოს. ეს იმდენად ძლიერი სისტემა არის აწყობილი საქართველოს
უსისხლოდ, თავზე ხელის გადასვებით, არჩევნებით, დემოკრატიით, მსგავსი რაღაცა ესეთი ბოდვა სიტყვებით, ჰუმანურობით და ასეთ რაღაცებით არასდროს არაფერი არ ეშველება, თუ საერთოდ შეიძლება ეშველოს. ახლა ხო ხდება ძალიან ბევრი ხდება თურქი მესხების გასახლებით, რამხელა ეროვნული საქმე გააკეთა სტალინმა და ბერიამ საქართველოსთვის. ვერ ხდება? ვერ ხდება, ახლა ვისაც არ უნდა მიხვედრა, ისაც არ მიხვდება, პირიქით იმათ დაარდობს, რომ აი გაასახლეს და გადაასახლეს. ხო ხდებით ამ ერთ ეროვნულ საქმეს. მეორე ეროვნული საქმე აფხაზეთი, რომელიც გამოყოფილი იყო საქართველოსთან, ვინ დააბრუნა. აი მაჭარაზე რო იძახით, კიდე ხო, ეს რა ქვია, აჭარაც სტალინმა დააბრუნა. სტალინი არ იყო იმ დროს ქვეყნის მმართველი, იყო ერთი საკმაოდ მაღალი ჩინოსანი, რომელმაც პირდაპირ უთხრა ლენინს, რომ აჭარის გადაცემა თურქებზე ეს არის დაღუპვა ჩვენთვის, იმიტომ რომ აუხსნა და დაუდასტურა, იმიტომ რომ აქ არის სპორტი, აქ არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აქ არის რა ვიცი, ნავთობი ასე ისე, ეს იმ პერიოდში, როდესაც იმ პერიოდის ბოლშევიკებს 27 ადამიანი, რომელიც მართავდა, აქედან იყო 24 ებრაელი, ერთი იყო სტალინი, ერთი იყო ჩიჩერინი რუსი და ერთი იყო მიქოიანი იმ პერიოდში. ვინც ხმას იღებდა და ვისაც შეეძლო. და ისინი აბრალებენ ყველა სტალინმა ისექნა. სტალინი რო არ ყოფილიყო, ეს მეორე შემთხვევა კიდე რომ ვერც თქვენ და ვერც თქვენი წინაპარი ყვერებში ვერ იფართხალებდით, მაგრამ თქვენ შეგნება სადა გაქვთ. მადლიერება სადა გაქვთ, როგორც იმ ხალხის მადლიერება არა გაქვთ, ვინც თავი დადო ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისთვის. ეგ სადაა თქვენთვის. და აი დაიკავეთ ხო თურქების და დასავლეთის და ხო როდესაც ვიყავით ჩვენ იმ ქვეყნის მოკავშირე, ავად იყო თუ კარგად იყო თუ როგორ იყო თუ რანაირად იყო, ქართველი ენი მრავლდებოდა ფიზიკურად, საქართველოს ტერიტორიებს ნელ-ნელა იღდგენდა, ერთიანდებოდა, მთლიანდებოდა, ძლიერდებოდა და ამ ხარეს მიდიოდა, ამ სასიკეთოდ მიდიოდა ქართველი ერისთვის. როგორც კი გადაუხვიეთ ქრისტიანულ გზას, როგორც კი გადაუხვიეთ წინაპრების გზას და როდესაც მოვინდომეთ ევროპელობა, როდესაც ესე იგი ტრაკის მიცემა ემათ გამოიყვანეს სოციალისტური შრომის გმირობის ტოლფასად გამოიყვანეს, როდესაც მამაო ჩვენოს ნაცვლად რუსეთი ოკუპანტია დაიხუიეს ენაზე და როდესაც წავიდნენ უკანალში და საკუთარს მიაფურთხეს ყველაფერს და პრეზიდენტით დაწყებული, რა ვიცი, 1000 სანაგვე გაიქცა დიდგორობა დღეს წაკუზულმა და დაჩოქილმა კოცნაპროშნა დაუწყო ათათურქს და აი ისე წაგვივიდა საქმე. აი ისე წაგვივა კიდე მომავალში. ამიტომ რა ვიცი, თუ კი ჯერ ვინმეს აქვს სადღაც აზროვნება თავში შერჩენილი, რაღაცაზე დაფიქრდით, თუ არა. თურქი მესხები ეს მომდევნო გეგმა არის თურქეთის და კიდევ აქვთ ძალიან ბევრი გეგმები, მათ შორის 9 მილიონი აფხაზის ჩამოსახლება აფხაზეთში და კიდე სხვა ქართველობის უკვე 300-400 წელიწადია გამაჰმადიანებული რო არიან იმასთან მიერთება და ამას თურქები ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მოღალატეებთან ერთად, ამ შიგ მედასავლეთეებთან ერთად შვენივრად აკეთებდა და გააკეთებს მომავალში. ამის თქმა მინდოდა დანარჩენს უახლეს მომავალში, რაცაც შეგვირდით იმ ბლოგს შემოგთავაზებთ.